საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთავში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. მეგობრობის გამზირზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით გამართულ ღონისძიებაში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ. ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ეს რახია? პავლონია. როგორ? პავლონია ქვია. პავლონია? ეს არის ჩქარა იზრდება ძალიან 7-8 მეტრის სიმაღლემდე იზრდება. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით ქალაქში 200-ზე მეტი პავლონიას ახალი ნერგი დაიღო. გამწვანების მასშტაბურ აქციაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გამწვანების პროგრამის მიხედვით წელს ქვეყნის მასშტაბით 9 მილიონამდე სხვადასხვა სახეობის ნერგის დარგვა იგეგმება. პირველ რიგში მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ბატონ ზვიაძიძიგურს, რომელიც ინიციატივითაც დღეს აქ ჩამოვიდა რუსთავში და მონაწილეობა მივიღე გამწვანების აქციაში. თქვენ იცით რომ ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ გამწვანების აქცია, დაახლოებით 300 ნერგი დავარგეთ საქართველოში. ეს არის ძალიან სასარგებლო საქმე და მე მინდა ყველას მოუწოდო ჩართულობისკენ, იმიტომ რომ ზოგადად ასე ვთქვათ წლების განმავლობაში პრობლემა იყო ტყეების გაჩეხვა, უკანონო ჩეხვა, ასევე იცით რომ თუნდაც 28 წლის აგვისტოს ომის დროს 1100-ობით ჰექტარი ტყე განადგურდა. ჩვენ უკვე აღვადგინეთ 60 ჰექტარი ტყე ბორჯომხარაგაულის რეგიონში და ასევე მინდა გითხრათ რომ ეს არის ჩვენი მომავლის საქმე, ეს არის ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალთაობისთვის გაკეთებული საქმე და მე მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდო ჩართულობისკენ გამწვანების აქციაში. ეთხოვა თვითმმართველ ერთეულებს, გამგებლებს ყველას რომ მაქსიმალურად ჩაერთონ დასუფთავების აქციაში, ვინაიდან საქართველოს უნდა გავწმინდოთ ნაგავისგან, როგორად ნაგვის, ასე ვთქვათ, არჩევნების გატანა და მის მოწესრიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. პარლამენტში შევიდა, მე ვესაუბრებ ბატონ ზვიაც, პარლამენტში შევიდა გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივა, ახალი კანონი შევიდა, ჩვენ გავამკაცრებთ კანონებს და ადმინისტრაციულ ჯარიმებს გავზრდით იმისათვის, რომ ნაგვის დაყრა გახდეს სამარცხვინო თითოეულ მოქალაქისთვის. რუსთავში დაგეგმილია კასკადი გამწვანებების მთლიანად, ჩვენ ბიურომ გამოვიჩინეთ პირველ შემთხვევაში ასეთი ტიპის ინიციატივა, მიმაჩნია რომ ძალზე მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამ ქალაქისთვის, რომელსაც გამწვანების სერიოზული პრობლემა აქვს. შემდეგ კვირაში მერია გეგმავს, შემდეგ კვირაში კიდევ საკრებულო და მოკლედ ეს მთელი სეზონის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვიაქტიუროთ. ეხლა შემოდის პარლამენტში უკვე შემოსულია გარემოს დანაგვიანებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები, მანქანიდან გადმოგდებული ნაგავისთვის, ტყეში, პარკში, რეკრეაციულ ზონებში დაყრილი ნაგავისთვის მკაცრდება ძალიან სანქციები და ეს უნისონში ერთად დანახული რომ გარემოს დასუფთავებას მივხედოთ და გამწვანებაზე თითოეულმა ჩვენ განვავიზრუნოთ, ეს არის ძალზე საჭირო. სამინისტრომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დავიწყეთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში შესაბამისი რაოდენობის ნერგების მიწოდება, ამიტომ ჩვენ სამინისტროში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი, ეს არის 153, სადაც ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირშეულია რომ დაგვიკავშირდნენ და ჩაერთონ ამ პროცესში. ეს ემსახურება რომ გავზარდოთ ცნობიერება, რაც ხელს შეუწყობს ამ გამწვანების პროცესის გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ქალაქის რეკრეაციული ზონის განვითარებაზე ადგილობრივი მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აქტიურად მუშაობს. ქალაქ რუსთავის მერის დავით ჯიქიას განცხადებით, ქალაქის გამწვანება კოალიცია ქართული ოცნების სამოქმედო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. რუსთავში არსებული ტერიტორიების გამწვანებისთვის უკვე განსაზღვრულია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის ნაწილიც უკვე შესრულებულია. წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში რუსთავმა თბილისმა ბევრმა ქალაქმა დაანონსა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა ქალაქების გამწვანება. ჩვენ მას მივყვებით თანმიმდევრულად. დღევანდელ შემთხვევაში ინიციატორი იყო საპარლამენტო ბიურო, ანუ მაჟორიტარი დეპუტატი, უბრალოდ ქალაქის მერიად შეუერთდა. აქ ირკვევა 200 ძირი პავლონია, სტაბზარდი ხე არის. დანარჩენი პარალელიზმში მიმდინარეობს და უკვე ხვალიდან იწყება დაახლოებით 4000 ძირამდე ხე დაირკვევა ქალაქის მასშტაბით. დავუდგეთ დაახლოებით 200 ხე. რა თქმა უნდა, რუსთავის გამწვანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს აქციები მომავალშიც გაგრძელდება. რამდენიმე დღეში გვაქვს დაგეგმილი საკმაოდ მასშტაბური აქცია. რუსთავის პარკში უნდა დავუდგოთ დაახლოებით 4000 ხე. ასევე პრემიერთან ქონდა ახლა საუბარი იალგუჯის ფერდობზე
ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული მიწის რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის და მანდაც მოეწყობა სააგრესო ზონა. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. მეცაც გეტყვით, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სკოლებთან, ბაღების მიმდებარე ტერიტორიებთან და ასე შემდეგ სხვა წარმოება დაწესებულებების და სხვა ქალაქის სხვა მნიშვნელოვან ადგილებში, სადაც ეს აუცილებელი პირობაა და საჭიროებას მოითხოვს გავაგრძელებთ აუცილებლად ამის შესახებ შემდგომ მოქმედებებსაც. ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნერგები მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქალაქის საპატიო მოქალაქეებმა სასულიერო პირებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმაც დარგეს. აქ იყო ნაძვის პატარა პარკი, მაგრამ 90-იანმა წლებმა გააჩანაკა და ამ მდგომარეობაშია დღევანდელი ეს პატარა სკვერი და დღეს ეს რაოდენობრივად ახლა 250 ხე დაირგო დაახლოებით, როგორც მე ვიცი და რამოდენიმეჯერ ესე რომ ეს აქცია შესრულდეს და ჩატარდეს, ალბათ 2-3 წელიწადში მშვენიერი გამწვანებული ზოლი იქნება. გამწვანება რუსთავს მართლაც სჭირდება. სამწუხაროდ ბევრი ხე გაგვიხმა, ბევრს ვერ მოუარეთ და რაც უფრო მეც დავრგავთ, უკეთესი იქნება. სასიამოვნოა რომ ყველა ცნობილი ადამიანი მონაწილეობას იღებს ამ აქციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე აქციის მწვანე მომავლის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტს 3500 ნერგი გადაეცა.